მოგესალმებით, მივესალმები პარიტრანიუსის მაყურებელს. მოკლედ წარმოუდგენელია რაზე დავედით, რომ მაკრონი იქით მიესალმა და მთელი იმედის პროპაგანდა და მთელი სამთავრობო პროპაგანდა სწორედ ამაზე არის აწყობილი, რომ თურმე რაღაცა ფორმით ლეგიტიმაციის ნიშნები შეიძინა ირაკლი კობახიძემ. მე გეტყვით, რომ ესეთი ტიპის საუბრები, რა თქმა უნდა, გჭირდება და ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ საქართველოს და საქართველოში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი, მათ შორის ის პოლიტიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაში არის, რა თქმა უნდა, ევროპაში აწუხებთ და ეს არის კარგი, პოზიტიური, რადგან თუ ჩვენ ევროპული დღის წესრიგის ნაწილი არ ვიქნებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ავუშვათ პირისპირ დარჩენილი ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან შესაბამისად მე ვფიქრობ განსაკუთრებული და გასაკვირი იმაში არაფერი არ არის, როდესაც აი ვაკუუმის ფონზე, როდესაც იზოლაციაშია ხელისუფლება მოქცეული, მას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებად ჯერ არ მოიხსენიებს არავინ, ყველა არის ფუნდამენტურად დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ბუნებრივია, სწორედ ამის გამოძახილი იყო ის კომუნიკაციები, რაც იყო ირაკლი კობახიძესთან. ბუნებრივია ჩვენ ახლა არ ვიცით კონკრეტული შინაარსი, რომელიმე მხარისგან ახლა კობახიძეს ტყუილები შვევია ზოგადად და თუმცა მისი მოვისმინეთ კობახიძის განცხადება და მოდით ამაზეც დავსვათ. ცოტა არასერიოზულია სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ კობახიძე არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ასეთი ტიპის შეფასებები აკეთოს, თურმე ვინმეს მასთან საუბარი მოსწყურდა და თურმე ფუნდამენტურად არის ვინმე დაინტერესებული იმაში, რომ ეხა ირაკლი კობახიძეს გაესაუბროს. ბუნებრივია ირაკლი კობახიძესთან საუბარი კი არ არის ევროპელი ლიდერების ამოცანა. ევროპელი ლიდერების ამოცანა არის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ მიზნით შეიძლება დაელაპარაკონ ირაკლი კობახიძეს. ეხლა განსაკუთრებული ამაში არც არაფერი არ არის, რა ვიცი ეხლა. ყველას ელაპარაკებიან აბსოლუტურად, რა ვიცი, შეერთებული შტატები ელაპარაკება თალიბანს, შეერთებული შტატები ელაპარაკება ირანის რეჟიმს, ახლა განსაკუთრებული ამაში რომ ირაკლი კობახიძეს გაესაუბრნენ, ბუნებრივი არ არის. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კარგია, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაციები დგება, იმიტომ რომ ამაში ფუნდამენტურად ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი მხარე დაინტერესებული, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს აბრუნებს ევროპულ დღის წესრიგში. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც უკვე უშუალოდ შეხვედრების შინაარსობრივ ნაწილს შეეხება, შეხვედრების თუ გასაუბრების, არ ვიცი რომელი სიტყვა უფრო სწორია. თავად კობახიძე ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, ისე როგორც რობერტა მეცოლასთან საუბარი ჰქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, თუ აცხადებს კობახიძე. აი, ჩანს, რომ პარტნიორები ქართულ ოცნებასთან დალაპარაკების რეჟიმს უბრუნდებიან. თუმცა აი ამ დალაპარაკების და საუბრის მცდელობას რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, როცა საქმე ეხება ქართულ ოცნებას, ეს კითხვაც მინდა რომ დავსვათ. ოცნება არის ხელისუფლება, რომელმაც 2021 წელს შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა და ბუნებრივია ის არის ხელისუფლება, რომელიც პარტნიორებისგან ნდობას არ იმსახურებს და შესაბამისად ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი სუვერენი ამ ქვეყანაში არის ივანიშვილი და ირაკლი კობახიძემ რაც არ უნდა გზავნილები გააჟღეროს, რაც არ უნდა გზავნილები ჩაიტანოს, რა თქმა უნდა სერიოზულად არ აღიქმება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან კარგად იციან, რომ მსგავსი ტიპის ხელისუფლებასთან უნდა ქონდეთ ფრთხილი პოლიტიკა და რა თქმა უნდა საუბარი გზავნილების მიღება თუ მოსმენა ნამდვილად არნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას, რომელიმე ხელისუფლებისთვის იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რაც წინა კითხვისას მოგახსენეთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გზავნილებს, მე ვფიქრობ, ოცნების ხელისუფლება ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რაც შეიძლება ემყარებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, ევროპელ ლიდერებთან. ეს არის ფუნდამენტური პატივისცემა იმ უფლებების მიმართ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით. ეს არის არჩევანის უფლება, ეს არის უფლება, რომ არ დაექვემდებარებიან წამებას, არ ადამიანურ მოპყრობას, უსამართლოდ არ იწყდნენ ციხეებში. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყოველდღიურად დევნის საკუთარი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ჟურნალისტები ყავს ციხეში, 19-18 წლის ბავშვები რაღაც ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით ყავს ციხეში.
მთელ თეატრს უბრალოდ ხელოვნებას ებრძვის და მისი წარმომადგენლები, მსახიობები ყავს დამწყდეული საპატიმრო დაწესებულებებში. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფიზიკურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჯერ დაკავებული ადამიანები აწამა ეგრეთ წოდებულ მიკროავტობუსებში, მერე გაძარცვა, იმოროდიორა. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 28 ნოემბერს და მათ შორის ეს არის ადამიანი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი განცხადებით ევროპული ინტეგრაცია ამ ქვეყნის შეაჩერა. ამიტომ აი ამ სასტარტო მოცემულობის გააზრებით უნდა დაიწყოს ყველაფერი. ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე და როგორ ხედავენ ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას. თორე რესტარტზე საუბარი, ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ ამ ხელისუფლებას ხომ იცით როგორც ესმის ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვა ამათვის ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას და ამ რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, მწვანის ანთებას, რასაც ბუნებრივია არ გააკეთებს დასავლეთი. გამორიცხულია შენ აქ ადამიანის უფლებების პატივს არ ცემდე. არც ამერიკის შეერთებული შტატები, აი ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დავსვით კითხვები. ახლა მოდით ერთი კითხვით ამერიკასთან ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივებთან დაკავშირებულ თემასაც შევეხოთ. ახლა კობახიძე ისევ ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს თუ არა deep state-ის გავლენების შემცირებას. ვიცით ისიც, რომ ირაკლი კობახიძემ ღია წერილიც გაუგზავნა გასულ კვირას დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენს, თუმცა ვიცით ისიც, რომ ჯერჯერობით მათგან საპასუხო წერილები არ მოსულა. აი როგორ ფიქრობთ, მოიწერებიან რამეს ტრამპი და ვენსი და თუ კი საპასუხო წერილს გამოგზავნიან, რამდენად შეიძლება ის იყოს ქართული ოცნებისთვის მოსაწონი? მე ეჭვება, მე ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას, მთავრობის ახალ ადმინისტრაციას კონკრეტული გაცხადებული პოლიტიკა აქვს საქართველოსთან მიმართებით და ეს გზავნილები ძალიან კარგად იციან, მათ შორის გაჟღერებულია ეს ფუნდამენტური პატივისცემა, ადამიანის უფლებების და დაბრუნება პრიორიტეტები ტრამპის ადმინისტრაციის რაც არის. შესაბამისად, ბოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები რაღაც ფუნდამენტურად გადაიტვირთება იმ პირობებში, როდესაც საპატიმრო დაწესებულებებში ეყოლება ახალგაზრდები, პოლიტიკატიმრები, ჟურნალისტები ეყოლება საპატიმრო დაწესებულებებში, საკუთარ მოქალაქეებს ცემს, დააჯარიმებს 5000 ლარით, NGO სექტორს დევნას გამოუცხადებს, პოლიტიკურ პარტიებს დევნას გამოუცხადებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად აუგრძალავს ქვეყანაში მუშაობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების განვითარების მიმართულებით თუ სხვა მიმართულებით. აი ამ პირობებში ბუნებრივია რაიმე ტიპის რესტარტზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია აზრს მოკლებული და შეუძლებელი. ძალიან კარგად იცის ეს თავად ირაკლი კობახიძემაც, ხო? ამ ღია წერილის მიზანი მხოლოდ ის ხო არის, რომ მართლა დაინტერესებული არიან ეს ადამიანები რაღაც ურთიერთობების გადატვირთვით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ურთიერთობების გადატვირთვა ნიშნავს ამათვის ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას, იმ დამნაშავე მოძალადე პოლიციელებისთვის სანქციების მოხსნას, რეჟიმისთვის მწვანის ანთებას, ყველაფრის ბრჭყალებში რომ ვთქვათ, გაправებას ამ ხელისუფლებისთვის და ეს ბუნებრივად ვერ მოხდება. თან ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ამას აკეთებენ რის ფონზე, ხო? ანუ თან შეურაცხყოფას აყენებენ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, რომ თითქოს რაღაცა deep state-ს ებრძვის და ვერ დაამარცხებს თუ დაამარცხებს და აქედან თან ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც deep state-ი გაანადგურეს ამ ქვეყანაში და ამ პროცესს განაგრძობენ. ხო, ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფელი ესტონიების, რომელიც აქვს, ასე ვთქვათ, ირაკლი კობახიძეს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მისამართად. სხვა შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი მოუწოდებს ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი სხვა წერილებიც, ასე ვთქვათ, გამოაქვეყნოს და ვიცით, რომ არის ხო ეს სხვა წერილებიც ამის თაობაზე თვითონ კობახიძე საუბრობს მის მიერ გავრცელებულ ღია და საჯარო წერილში. აი როგორ ფიქრობთ, იმ წერილებში რა წერია, რომელიც არ არის საჯარო და იმ წერილებში რა ტონი უნდა გქონდეს თქვენი აზრით ქართულ ოცნებას? ბევრად უფრო რბილი ტონი, ვიდრე ეს იქნება ხვეწნის ტონი. აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. ზოგადად ოცნების ხელისუფლებას რა ახასიათებს ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციული კამპანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, მათი გაშავება, რა ვიცი, ყველა ბინძური მეთოდით, რაც შეუძლია და რაც მათ არსენალშია. მაგრამ ეს არის ხელისუფლება, რომელიც გარეთ არის მხდალი და შინ არის ძლიერი. საკუთარი მოქალაქეების ცემაში, ძალადობაში, რა ვიცი, შეურაცხყოფის მიყენებაში, დაჯარიმებაში, დევნაში, სამსახურებიდან გათავისუფლებაში ძალიან ძლიერია. მათ შორის მაკრონს როგორ აბრალებდნენ რამდენიმე დღის წინ ეს გავეშებული ტროლბოტობა მთელი ამ ხელისუფლების კოკაინშიკობას და 1000 ბინძურეს, რომელსაც მათი რაღაცა ფეიქ ქარხნები ამუშავებდნენ და პროპაგანდისტულად აწვდნენ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ
გარეთ როგორი მხდალი იყო, აკვირდებოდით ალბათ მის ვიზუალს, აი როგორი იდგა, აი მხდალი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი. აი ეს ილია ჭავჭავაძე ძალიან კარგად აქვს აღწერილი, ზუსტად ესეთი ხელისუფლება ყავს ჩვენ დღეს. თქვენ გონიათ ახლა გარეთ რო გადიან, ესეთი თამამი მესიჯები აქვს ამ ადამიანებს, ასე თანასწორად ორ ფეხზე მდგარი ელაპარაკებიან ჩვენს პარტნიორებს? არა, ნურას უკაცრავად. ზუსტად ესეთი პათოსი იქნება იმ წერილებში. გასაგებია, სხვა თემებსაც გადავალოთ თვალი, დაიჭერენ თუ არა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეს კითხვა რჩება აქტუალური და მეტიც კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს, იცით რომ ოქრუაშვილს ხელბორკილები დაადეს მას შემდეგ, რაც არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, რომელიც მას პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარისთქმის გამო დააკისრეს. ამ კვირაში სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც ელოდებიან იგივეს, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ასევე არაპირებს გირაოს გადახდას. შესაბამისად, ამ პროცესს როგორ უყურებთ, ეს გითხარით, უნდა მოხდეს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, უნდა მოხდეს გირაოს გადახდა მაინც თუ კი კომისიასთან არის თანამშრომლობენ, თუ აი რა გაქვთ სათქმელი იმ პოზიციაზე, რასაც ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან ხედავთ. მოდით უყურეთ, როგორ შევხედოთ ამ საკითხს. ჩვენ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენი კონკრეტული გზავნილები ქონდა და თქვენ იცით ეს გზავნილები. ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიის რაღაცა ლეგიტიმაციას კი არ ვაღიარებთ ამის და პარლამენტის. ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს, ჩვენ ესე მივიჩნიეთ სწორად, რომ იმ ველზე შევსულიყავით, გველაპარაკა იმ ადამიანებთან, მათ შორის რომლებიც საგამოძიებო კომისიას უყურებენ და არიან მხარდამჭერები დღემდე ოცნების ხელისუფლების, ეს იყო ჩვენი სტრატეგიული გააზრებული ამოცანა და ამას რაღაცა ტიპის თანამშრომლობაში მოდით ესე ხმაურობით ჩამოვართვით, მაგრამ არ შეიძლება აი ესეთი განცხადებები აკეთონ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ამ საკითხთან მიმართებით. ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალურად გადასაწყვეტი პოლიტიკურ სამართლებრივ საკითხი, როგორც საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა, ისევე ბრალის წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების საკითხ გირაოს შეფარდების შემთხვევაში გადაიხდიან თუ არა ეს ადამიანები გირაოს. მაგრამ მე ჩემი პერსონალური მიდგომა შეიძლება მქონდეს ამ საკითხის მიმართ, მაგალითად ამის გამო არავის არ გავაკრიტიკებ, პატივცემ ყველა ადამიანს, რომელიც საკუთარი გზით მიდის, თვითონ წყვეტს გადაიხადოს გირაო თუ არ გადაიხადოს, თუმცა მე ვფიქრობ, ჩემი გადმოსახედიდან გირაოს გადახდა უკეთესია, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენის ფუფუნება, რომ პოლიტიკოსები დღეს რაღაცა ერთწლიანი მუხლით, რაღაც განსაკუთრებულ მუხლზე ხო არ არის საუბარი, ისხდნენ ციხეში და იმ პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ იზოლაციაში ექცევი პოლიტიკური პროცესები. ოპოზიციას არ აწყობს ოპოზიციონერი ლიდერები გისოსებში, ამას ამბობ, თუმცა რა აწყობს თვითონ ქართულ ოცნებას? მოდით ეს კითხვაც დავსვათ. ხო, არ ვიცი ხა. სად აწყობს ქართულ ოცნებას პოლიტიკური ოპონენტები? ციხეში თუ თავისუფლებაზე? და საბოლოო ჯამში პროცესების როგორ განვითარებას ოცნებას აწყობს პოლიტიკური ლიდერები დაქსაქსული, არათანმიმდევრული, მარგინალიზებული, ისეთ პოლიტიკურ პროცესებში შესული, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, რადიკალური, ზუსტად ასეთი აწყობს ოცნებას. ამიტომ ჩვენი თანმიმდევრული დღესასრიგით უნდა მივყვეთ ამ პროცესს, გვაქვს მიღწევები ამ გზაზე, მე ვფიქრობ ამ ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლების გარეთ მნიშვნელოვანი მონოპოლარი აქვს, მათ შორის განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ტყავით მოიტანეს ეს ყველაფერი და საკუთარი სისხლის ფასად მოიტანეს პირდაპირ მნიშვნელობით და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე ქუჩის პროტესტს უგულისხმობ, ამიტომ ამ მონოპოლარს დაცვა სჭირდება, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მონოპოლარს, რაც იმუშავეს საგარეო მიმართულებით, თუმცა მე ჩემი გადმოსახედიდან გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვისურვებდი არც ერთ პოლიტიკურ პატიმარს საპატიმრო დაწესებულებაში და თუ გირაოს გადახდა არის გზა რომ ადამიანი გარეთ იყოს, მე ვფიქრობ ამასში რაღაც განსაკუთრებული არაფერი არ არის. გადავიდეთ თემაზე, რომელზეც საუბარი დარწმუნებული ვარ, ყველა ეთერში გიწევთ, როგორც თქვენ ისე თქვენი პარტიის წარმომადგენლებს თვითმმართველობის, ხო, არ გაგიჭირდებათ გამოცნობა თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი. ახალი კონტექსტი გვაქვს და კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ, ირაკლი ყობახიძე, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, თვის ბოლოს აპირებს გიორგი გახარიას პარტია გამოაცხადოს, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში. მარტივად გითხავთ, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს ქართულ ოცნებას? არასწორი ინფორმაცია აქვს, იმიტომ რომ თვის ბოლოს უნდა ელოდებიან პირდაპირ გეუბნებით, აგერ ჩვენი პოლიტიკური პარტია
ემზადება და თანმიმდევრულად გვითქვამს ეს მესიჯი ყველა არჩევნებისთვის. თუმცა თქვენ არ არჩევნებისთვის. გიპასუხიათ გადაჭრით კითხვაზე მიიღებთ თუ არა მონაწილეობას სამზადისის შესახებ ვიცით თუმცა როდის გავიგებთ გადაწყვეტილების შესახებ სამზადისი გვაქვს პირდაპირ გეუბნებით რომ აქტიური სამზადისი გვექნება მათ შორის ნებისმიერ არჩევნებთან მიმართებით და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით მაგრამ თუ ის პოლიტიკური მოცემულობა იქნება 2025 წლის 24 აგვისტოს, როდესაც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის ვადა მოვა, კონკრეტულ შემთხვევაში თუ გადავწყვეტ, რომ ბოიკოტია საჭირო და ბოიკოტში ვართ გასასვლელები, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ თვითონ. ნებისმიერი გარე აქტორის თუ შიდა აქტორის რაღაცა ჩართულობის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება გვქონდა და არასდროს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოუკიდებული არ ყოფილა გარემო ფაქტორებზე. ამას ვიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად. ჩვენი პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ჩვენ სამომრჩეველთან კომუნიკაციით და რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ინტერესები არ დაზიანდეს, პროტესტი არ დაზიანდეს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ ოცნების ხელისუფლება გაუშვათ სახლში. ხოლმე ამ მიზნიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ამიტომ თვის ბოლოს უნდა ელოდებიან, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აგერ თვის ბოლოს კი არ დაელოდონ, აგერ მიიღონ პასუხი, რომ ჩვენ ვემზადებით მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თუ ბოიკოტს გადავწყვეტ, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რამდენიმე პარტიის პოზიცია, რომ საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი. არ გეწყინებათ ალბათ, რაც ახლა უნდა გითხრათ, თქვენი ასე ვთქვათ, პარტიის პოზიციონირება ბევრს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გიორგი გახარიას პარტია ქართული ოცნების ოპოზიცია არ არის იმდენად, რამდენადაც ოპოზიციის ოპოზიციაა და მართლაც შეიძლება რამდენიმე მაგალითის ჩამოთვლა, როცა თქვენი გუნდი მიდის ხოლმე იმ პოზიციის, ასე ვთქვათ, საპირისპიროდ, რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. აი მაგალითებს ჩამოგითვლით, თუმცა ბარემ კითხვასაც დაგისვავთ. აი იქნება ახსნათ, რატომ ხდება ისე, რომ ფაქტობრივად ყოველთვის თუ არა ხშირად თქვენი პარტია მიდის მართლაც ოპოზიციური ძალების საწინააღმდეგო მიმართულებით. უყურეთ ჩვენი პოლიტიკური პარტია დინებას მკვდარი თევზივით არ მეყვება არასდროს. ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ სულა გვიყვარს, ამის გამოცდილება გვაქვს და ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც 2021 წელს დაფუძნების შემდეგ ოპოზიციაში ეს შეძლო. არ შეიძლება ოპოზიცია ყველა ერთხმაზე საუბრობდეს, რაღაც წარმოუდგენელი არის. განსხვავებული აზრის პატივისცემა რო გვინდა და დემოკრატია რო გვინდა, იმისთვის გვინდა, რომ ეხა ოპოზიცია რადგან ასე ფიქრობს ნაწილი, ამის ნაწილი ვიყოთ ჩვენც. ხო, ბუნებრივია არგუმენტები უნდა აიწონოს და დაიწონოს და დაიდოს. ჩვენ ძალიან მარტივი შეკითხვა დავსვით გასულ კვირას. რა ხდება მას შემდეგ და ვეკითხებით ამ პარტიებს, ლელოს, ვეკითხებით ახლებს, ვეკითხებით ნაცმოძრაობას. რა ხდება მას შემდეგ, რაც ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ არჩევნებს. ეს არის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დათმობებზე წამოვიდეს? რატომაც არა? მე სხვანაირად უყურებ. იქნებ ეს არის ნაბიჯი, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გეტყვით რატომ. ამის არგუმენტებიც ხო არსებობს რეალურად. მისთვის სასურველი ოპოზიცია შეიყვანოს, საერთოდ ქუჩაში დატოვოს ყველა პლატფორმიდან, ყველა პოლიტიკური ტრიბუნიდან ოპოზიცია და მე დასავლეთს უთხრას, რომ ეს მოცემულობა დაждდა, გაყალბებაც არ იქნება აქ საჭირო. თქვენ თუ გონიათ ეხა ევროპელი ლიდერები ჩამოვლენ აქ და ისევ ლელოს დაუწყებენ საუბარს, ან ისევ ახლებს ან ნაცმოძრაობას ან ჩვენ პარტიას, თუ არ მივიღეთ, იქ ოპოზიცია იქნება ჩვეულებრივი. თქვენ გონიათ სხვა პარტიებს არ აღიარებენ ეს ადამიანები და რაღაც 4 პარტიაში არიან ჩაკეტილი ევროპელი ლიდერები. თქვენ მაგალითები მოითხოვეთ, ხო, აი რაში გამოიხატება, რომ ოპოზიციის ოპოზიცია უფრო ხართ, ვიდრე ვთქვათ ქართული ოცნებით. აი მაგალითად თქვენ არ ჩახსენით სია და არ მიმართეთ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით, როცა ეს სხვა ოპოზიციურმა ძალებმა გააკეთეს. მაგალითად თქვენ არ ემხრობით აქვე ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის იდეას, როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ, ასე ვთქვათ, ბევრი უკვე აცხადებს, ასევე თქვენ არ უბრალოდ თქვენ ისე ხართ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ პლატფორმაში, რომ ხართ თუ არ ხართ, კარგად შეიძლება გაუჭირდეს, ესე ვთქვათ, რიგით მოქალაქეს ამის შეფასება. გახარია მივიდა ასევე საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, მაშინ როცა სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ეს არ გააკეთეს. არ ვიცი, შეიძლება კარგი გააკეთა, უბრალოდ კითხვა არა. ჩვენი პრობლემა რა შეგეთქვით? ყველა ამ მაგალითის გათვალისწინებით. აი შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენმა პარტიამ მოიგო იმ პოზიციით, რომელიც დააფიქსირა. აბსოლუტურად გეთანხმებით. მათ შორის იმით მოიგო, რომ მანდატები არ შეუწყვეტია, მათ შორის იმით მოიგო, რომ სია არ ჩაუხსნია და არათანმიმდევრული ნაბიჯები არ გამოუთქვამს და ვიღაცის გასაგდები არ გამხდარა.
პარტიიდან. რა თქმა უნდა, მოიგო იმით, როდესაც მივიდა საერთო საქმეს მოაგებინა იმით, რომ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე. დღეს პროტესტის პრობლემა რა არის, ლელა? პროტესტის პრობლემა არის ის, რომ ჩვენ აი მე და თქვენ შეიძლება ვიყოთ ოპოზიციურად განწყობილი და მე და თქვენ ერთმანეთს ველაპარაკებოდეთ და იმის იქით არაფერი არ ხდებოდეს. და როგორ შეიძლება ეს ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ პროტესტის გაფართოვებაზე. ყველა სოციალურ ფენას უნდა მოედოს ეს პროტესტი. მათ შორის იმ ადამიანებამდე უნდა მივიტანოთ ეს პროტესტი, რომლებმაც 26 ოქტომბერს ოცნებას მისცეს ხმა. თუ ეს ასე არ მოხდა, ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. ჩვენ თუ ამ პროპაგანდის საცეცებს არ ვებრძოლეთ, ამ ინსტრუმენტებს არ ვებრძოლეთ და ეს იყო ერთადერთი გზა, რომლითაც შევაღწიეთ ჩვენ იმ ველზე. რატო ბლოკავენ გიორგი გახარიას იმედისა და რუსთავიორის ეთერში? აი პირდაპირ ფორმით ბლოკავენ 4 წლის განმავლობაში. რატომ იცით? იმიტომ რომ არ უნდათ გიორგი გახარიას სიტყვა მოისმინოს მათმა ამომრჩეველმა, იმიტომ რომ როგორც საგამოძიებო კომისიაზე დაინგრა მითები გიორგი გახარიას რა ბრალდებებსაც უყენებდნენ ეს ადამიანები 20 ივნისთან დაკავშირებით, ჩორჩანასთან დაკავშირებით, რა ვიცი, გადადგომის დღესთან დაკავშირებით, ჩამოიშალა ეს მითები. ეს იყო ფიტული, რომელიც აწყობილი იყო, ხო? და ატყუებდნენ მოსახლეობას, რომ ჩვენ ისეთი არგუმენტები გვაქვს, აი გაბედოს საგამოძიებო კომისიაზე მოსვლა და ჩამოშლით ამ კომისიას. ამიტომ ჩვენი მიზანი ის კი არის, უნდა იყოს ერთმანეთს რომ ველაპარაკებით და გავამხნეო და ვიგლოვოთ, აბა რა ხდება, აბა ოცნება როგორ ეს კი არ არის მიზანი. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ადამიანებამდე. ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ ვერ მივდივართ იმ ადამიანებამდე. და სანამ ამას ოპოზიცია არ გაიაზრებს და რაღაც კლუბებში არ ჩაიკეტებიან და რაღაც ფორმატებში არ ჩაიკეტებიან და ფორმატზე არ გააკეთებენ შინაარსის გარეშე როგორ მივიდნენ იმ ადამიანებამდე. ისე მივართ იმ უფსკულში, უფსკულის პირას, საითაც მივყავართ ბიძინა ივანიშვილს და ეს არ არის ჩვენი მიზანი. ბადობერდია, ოპოზიციურ სპექტრში არსებული ფორმატები და შეკრებები ახსენეთ და მოდით გამოვხმაუროთ იმ შეკრებებსაც, რომელიც არა ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილთან, არამედ მის პარალელურად როგორც ჩანს პაატა ბურჯულაძესთან იკრება და იმართება, საკმაოდ ხშირად იკრიბებიან მსოფლიო ბანკთან, როგორც ცალკეული ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. არის იდეა, რომ დაინერგოს სისტემა, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოქალაქეები ტელეფონით შეძლებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მიერ ადმინისტრირებულ მუნიციპალურ არჩევნებს არ ენდობიან და მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. აი ბურჯულაძესთან შექმნილ, ასე ვთქვათ, საკოორდინაციო ფორმატზე რას ფიქრობთ და რას ფიქრობთ უშუალოდ ამ ინიციატივაზეც, რომელიც აქტიურად ჟღერს მათი მხრიდან? საერთოდ არ ვფიქრობ ამ ფორმატზე, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ხალხი აფასებს გულწრფელობას, ხალხი აფასებს პრაგმატიზმს. ჩვენ ამ პროცესში არ გულწრფელები არიან ეს ადამიანები. მე გეუბნებით, რომ ჩვენი პარტიაა გულწრფელი. არ უმონაწილეობთ ამ პროცესში. შესაბამისად რაღაცა სატელეფონო არჩევნებით რაღაცა ფუნდამენტურად შეიძლება ან გახსოვთ თქვენ ალბათ ხო რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვება 2023 წელს. რამდენი შეგროვდა იცით? ამ ხელმოწერებიდან 60,000. ანუ არ შეიძლება ესე რაღაცა იდეა ესე გაიფა. ანუ მე კი არ ვაგარიტიკებ ამ იდეას, შეიძლება ძალიან კარგი იდეა გამოდგეს, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ არ უმონაწილეობთ, არ ვიცით. ანუ მე ვერ ვხედავ ამ პროცესის რაღაცა თუ ეს არის ნაცმოძრაობის ალტერნატიული გზა, ლელოს ალტერნატიული გზა და ახლების ალტერნატიული გზა, ესეც გითხრან, რომ ამას თავაზობენ საკუთარ ამორჩეულს. ხო, ჩვენ ტრანსპარენტულები ვართ მაქსიმალურად. ჩვენ დისკუსია გვინდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯელობები გვინდა. ერთ მხარეს ერთი არგუმენტების დადება გვინდა, მეორე მხარეს მეორე მხარის მოსაზრებების და არგუმენტების მოსმენა და ამის აწონვის შედეგად უნდა მიიღონ, ხო, პარტიებმა გადაწყვეტილება. ჩვენ პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ბევრ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ამ საკითხზე ხა არც გვიფიქრია, არც მონაწილეობას ვაპირებთ და ცოტა სკეპტიკურად შეიძლება უყურებდეთ ამ საკითხს. თუმცა თუ ამ ადამიანებს გამოუვათ ეს ყველაფერი, წარმატებები კი ბატონო. კარგი, ბოლოს ოჯახის სიწმინდის დაცვის საკითხით დავასრულოთ. იცით, რომ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა 2 დღის წინ 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებულ მსვლელობაში ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა საკუთარი ოჯახებით, შვილებით, მეორე ნახევრით, როგორც მმართველი გუნდის ლიდერებმა აღნიშნეს, ეს დღე იყო შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია. ხა, აქეთ ოპოზიციაში გვესმის შეფასებები, რომ ოჯახზე ქართული ოცნების განცხადებები დიდი ტყუილია და სხვა არაფერი. აი თქვენ რას ფიქრობთ 17 მაისზე ოჯახის სიწმინდის დღეზე და რამდენად ესაჭიროება, ასე ვთქვათ, ოჯახურ ღირებულებებს და ტრადიციებს დაცვა? ხო,
ოჯახი ზოგადად არის ფასეულობა, რომელსაც სოფლიოს ყველა ცივილიზაცია აღიარებს. აი, ყველა ცივილიზაციური წარმონაქმნი ისტორიულად აღიარებს ოჯახის ფუნდამენტს და გაეროს დეკლარაციაშია ბოლო-ბოლო ოჯახთან დაკავშირებული ჩანაწერი. ყველა ოჯახს უწევს პატივს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც 17 გამოვიდნენ გულწრფელად და არ შეიძლება ამ ადამიანების დაცინვა და ქილიკი და გულწრფელად აღნიშნეს თავიანთი ოჯახის სიწმინდის დღე, მაგრამ ვერ მივიღებს სწავლებას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ამ ქვეყანაში მოიტანეს ის, რომ შობადობას გადააჭარბა სიკვდილიანობამ, ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან გარბიან, დედები ფაქტობრივად სკაიპით ზრდიან და ვიდეო კოლებით საკუთარ შვილებს და იმ ძვირფას წლებს, რომელსაც უნდა ატარებდნენ საკუთარ ოჯახებთან რაღაც ემიგრაციაში ატარებენ, იმ ფონზე, როდესაც ნარკოტიკებით იღუპება ოჯახები, მათ შორის ლუდომანით, თამაშით იღუპება ოჯახები და ამისთვის არა პედოფილია არის ამ ქვეყანაში და ამისთვის არაფერს არ აკეთებს ქმედიც ხელისუფლება. ოჯახზე საუბარი მხოლოდ რიტონის სიტყვები ხო არ უნდა იყოს, კონკრეტული ქმედებები უნდა მოყვეს და ამავდროულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას უფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. აბსოლუტურად ყველას უფლება, ძალადობრივი გარემო არ არის გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, ყველას უფლება, მათ შორის უმცირესობების უფლებები ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, ისევე როგორც პატივცემ იმ ადამიანებს, რომლებიც 17 მაისს აღნიშნავენ გულწრფელად და არა ფარისეულურად, ისე როგორც ამას ხელისუფლების ზოგიერთი მადლობა, ბატონ ბერდია.